გამარჯობა. BMG TV-ზე წერტილის დროა, მე ვარ BMG-ის მთავარი რედაქტორი და ტელეპროექტ წერტილის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი თელარა გელანტია. უკანონოდ დაპატიმრებული რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები. უკვე მე-15 დღეა რუსთაველის გამზირი ყოველ საღამოს ამ ორი მთავარი მოთხოვნით იკეტება მოქალაქეების მიერ, მაგრამ ქართული ოცნება ამ დრომდე ვერ გვხედავს. ალბათ უფრო არ უნდა დაგვინახოს. არა და ქართული ოცნების გარდა ყველა ძალიან კარგად ხვდება და იაზრებს, რომ რაც უფრო გამწვავდება პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, რაც უფრო დავშორდებით ევროპულ გზას, რაც უფრო გავა სახელმწიფომ კონსტიტუციური ჩარჩოდან, მით უფრო მეტად დავზარალდებით. დაზარალდება ყველა სფერო. გამოწვევები ხომ ისედაც არ გვაკლდა. მოკლედ, განათლება დღევანდელი წერტილის ფოკუსში, კერძოდ ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარების საფრთხე. მოკლედ, წინა კვირის ბოლოს უმაღლესი განათლების ექსპერტების მიერ გავრცელებული განცხადებიდან გავიგეთ, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის ცენტრი სერიოზული პრობლემების წინაშეა. მათივე ცნობით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის წევრობას. კერძოდ, განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან ოფიციალური გადაწყვეტილება წევრობის შეჩერებაზე უკვე მიღებულია, მაგრამ ჯერ არ არის გამოქვეყნებული. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიც ადასტურებს ამის შემდეგ, რომ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრმა რეგისტრაცია შეუჩერა, მაგრამ ცენტრში ამტკიცებენ, რომ ხარვეზი უკვე აღმოფხრულია და იმედოვნებენ, რომ ეგ არის გადაწყვეტილება დროებითია. ამასთან ხარისხის ცენტრში ირწმუნებიან, რომ ენქას წევრობა და ეკარში რეგისტრაცია არის დაკავშირებული საქართველოში გაცემული, არ არის დაკავშირებული უბრალოდ საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარებასთან. აღნიშნული ორგანიზაციების წევრობის მოპოვებამდე 2019 წლამდეც საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხდებოდა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. წერია გავრცელებულ განმარტებაში. რატომ კარგავს ცენტრის სტატუსს და რას ნიშნავს ეს, ანუ როგორ აისახება საქართველოს განათლების სისტემის რეპუტაციასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უმაღლესი განათლების ექსპერტი, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილია, წერტილის სტუმარი, ის უკვე ჩვენთან არის სტუდიაში. საღამო გრძნობის ქეთი, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. ყველა იმდენად გადართული ვართ ყველაზე მთავარ მიზანზე, რასაც ქვია ქვეყნის ევროპულ გზაზე დაბრუნება, რომ ცოტა გვერდზე გრჩება სხვა მნიშვნელოვანი თემებიც, ამიტომ მიხარია, რომ დღეს აქ ხართ და მიხარია, რომ ჩვენც გამოვნახეთ დრო ამისთვის. მოდით პირველ რიგში მოქალაქეებს მოვუყვეთ, რადგან BMG ვართ და ესე განათლების თემებს დეტალურად არ მივყვებით და ცოტა სპეციფიური მაყურებელიც ყავს, როდის გავხდით საერთოდ ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრის და ევროპული ასოციაციის წევრები და რატომ იყო და არის ეს მნიშვნელოვანი ქართული უმაღლესი განათლების სისტემისთვის? დიდი მადლობა დაინტერესებისთვის ამ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი განცხადების შემდეგ არაერთგვაროვანი ბევრი ინტერპრეტაცია მოყვა ამას და ძალიან კარგია იმის შესაძლებლობა, რომ ამ ყველაფერზე განმარტება გავაკეთოთ. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს შეუერთდა ბოლონიის პროცესს, ასევე საქართველოში დაიწყო ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა, რაც არის ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგან სწორედ ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ბოლონიის წევრ ქვეყნებს შორის და ევროპის მასშტაბით განათლების სისტემა და განათლების ხარისხი იყოს სანდო და აღიარებული. იქიდან მოყოლებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სულ ცდილობდა, რომ მიახლოვებოდა ევროპულ სტანდარტებს და იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივი რაღაცა წყვეტები იყო ამ სისტემის განვითარებაში, ასევე პოლიტიკური ჩარევაც არაერთხელ ვნახეთ, ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 2019 წელს. მანამდე ეს პროცესი რამდენჯერმე ჩაიშალა. თუმცა ასევე მნიშვნელოვანი აღნიშნოთ ის, რომ გაწევრიანებას წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაო და ამისთვის გადაიხედა და პრინციპში შეიქმნა ახალი სტანდარტები ავტორიზაციის და აკრედიტაციის, რომელიც თავსებადი იყო სწორედ იმ ევროპული სტანდარტების, რომელზეც ახლა ხშირად ვსაუბრობთ და ასევე დაიხვეწა პროცედურა იმისთვის, რომ თვითონ ეს ხარისხის შეფასების პროცედურა ყოფილიყო გამჭვირვალე და ასევე ყოფილიყო თანამონაწილეობითი პროცესი და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები ყოფილიყვნენ ამაში ჩართულები და სწორედ ამ პერიოდიდან არის, რომ საერთაშორისო ექსპერტებიც ჩართულ
მიმართულები არიან ქართველ ექსპერტებთან ერთად შეფასებაში და ისინი ერთობლივად წერენ, აფასებენ უნივერსიტეტებს ან პროგრამებს და წერენ დასკვნებს, რაც ერთგვარი გარანტია იმის, რომ უფრო ობიექტური და გამჭვირვალე იქნება ეს პროცესი და ასევე დაიხვეწა მთლიანად რეგულაციები მასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება, რომ ესეც იყოს შესაბამისი ევროპულ სტანდარტებთან. თვითონ ეს იდეა, რაც არსებობს, ხო, რატომ არის ENCA და ECARI, ეს არის სწორედ ის ორგანიზაციები, რომელთა წევრობაც უზრუნველყოფს და განაპირობებს იმას, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მიღებული განათლება და დიპლომები არის აღიარებული და მათი წევრობა ნიშნავს იმას, რომ ასევე ჩაკეტილი არის ერთგვარი დიპლომების და აკრედიტაციების, ასე ვთქვათ, დაუმსახურებლად გაცემის პროცესი, ხო, რაც ვთქვათ 90-იან წლებში და მერეც სხვათა შორის ჩვენთან რამდენიმე მაგალითი ამისი ფიქსირდებოდა. და აი ეს არის სწორედ იმისი გარანტია ამ ორგანიზაციების წევრობა, რომ საქართველოში მიღებული განათლების ხარისხი არის სანდო, შესაბამისად ეს განაპირობებს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის რეპუტაციის ამაღლებას და ასევე მნიშვნელოვნად ამარტივებს დიპლომების აღიარების პროცესს. ამასთან დაკავშირებით განმარტება უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ხშირად გაჟღერდა, რომ აი ეს წევრობის შეჩერება შეიძლება გამოიწვიოს სრულად საქართველოში მიღებული დიპლომების არაღიარება, რაც არის არასწორი ინტერპრეტაცია. ეს ხარისხის ცენტრმა კი, ეს ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ განათლების აღიარება ხდება ისეთ ქვეყნებს შორისაც, რომლებიც საერთოდ არ არიან ხო ევროკავშირის წევრები, თუმცა არის გარკვეული მექანიზმები, რომლითაც დარდება ერთმანეთს ეს სისტემები იმისთვის, რომ ასე თუ ისე ეს განათლება იყოს აღიარებული, თუმცა ENCA-ს და ECARI-ს წევრობა თითქმის ნიშნავს ამ მიღებული განათლების ავტომატურ აღიარებას. და კიდევ ერთხელ უნდა მოვიყვანო ეს ანალოგია, რომელიც ერთმა ჩვენმა კოლეგამ დიანა ლეჟავამ ახსენა, რომ ესე იგი დაახლოებით რო შევადაროთ, ეს გავს ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს, ხო? ანუ ევროპაშიც დავდიოდით იქამდე, სანამ გვექნებოდა ვიზა ლიბერალიზაცია, თუმცა ამისთვის გავდიოდით გრძელ პროცედურას, რომელსაც ჭირდებოდა დამატებითი დოკუმენტები და ასე შემდეგ. იგივეა და ძალიან მსგავსი არის ამის სწორედ დიპლომების აღიარების პროცესი, ეს ასევე გულისხმობს იმას, რომ ავტომატური აღიარების ნაცვლად, რომლის პრივილეგიაც გვაქვს სწორედ ამ ორგანიზაციებში წევრობიდან გამომდინარე, სტუდენტებს წევრობამდე უწევდათ, რომ სხვადასხვა შეჩერება ნიშნავს უვიზო შეჩერებას, რის საფრთხეში მოუწევთ სხვადასხვა დოკუმენტების მოძიება და შეიძლება ეს დავიდეს თუნდაც რაღაცა სილაბუსების გადამოწმებამდე, რამდენად შეესაბამება ის კურსები და დონეები, რაც ამ კურსებშია მითითებული, იმ ქვეყნის ხარისხის მოთხოვნებს, რომელშიც ისინი სურთ რომ წავიდნენ. რატომ მოვედით და როგორ მოვედით აქამდე? თქვენი განცხადებიდან გავიგეთ, რომ რეესტრში სტატუსი გვაქვს შეჩერებული, მე რომ ნახეთ ხარისხის ცენტრის განცხადება, სადაც ადასტურებენ, მაგრამ თითქოს გაკურებულები არიან, რომ რატომ მოხდა ასეო და იმედი აქვთ, რომ გამოსწორდება. ვისაუბროთ უფრო მეტი რა არის ის ძირითადი ხარვეზები, პრობლემები, რაც ხარისხის ცენტრს გააჩნია და რატომაც ENCA-მ მიიღო გადაწყვეტილება უფრო სწორედ ECARI-ის რეესტრში დროებით სტატუსი გვაქვს შეჩერებული. კი, բայց წავიკითხე განათლების ხარისხის ცენტრის განცხადება და ასევე ვუსმინე მისი წარმომადგენლების ინტერვიუებს, სადაც ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ ორ სტანდარტში არის ნაწილობრივი შესაბამისობა და დანარჩენი არის სრული შესაბამისობა და არ არსებობს თითქოს განგაში საფუძველი და ისინი ამაზე როცა საუბრობენ, ეყრდნობიან ENCA-ს ექსპერტთა დასკვნას, რომელიც ექსპერტებმა მოამზადეს 2023 წელს შეფასების შედეგად, თუმცა კი, და ამის შემდეგ ეს დასკვნა მოამზადეს, თუმცა პროცედურა ENCA-სიც და ECARI-საც არის შემდეგი, რომ როდესაც ექსპერტები ამზადებენ დასკვნას, შემდეგ ENCA-ს ვალიდაციის კომისია ამ დასკვნას განიხილავს და ამის შესაბამისად ამტკიცებს იმ შეფასებებს, რომლებიც არის აღწერილი. და აი ეს კომისიის შეხვედრა და სხდომა იყო 2024 წლის აპრილში და ამ კომისიის აი ეს არის ზუსტად ის დოკუმენტი, რომლის დაბეჭდაც გთხოვეთ, სადაც ესე იგი გარკვევით წერია, რომ 3-3 სტანდარტი, რომელიც ეხება განათლების ხარისხის სააგენტოს დამოუკიდებლობას, არათუ ნაწილობრივ შესაბამისობაშია სტანდარტის მოთხოვნებთან, არამედ არის შეუსაბამო. ასევე ENCA-ს და ECARI-ს ორივეს მოთხოვნა პირდაპირ არის ის, რომ თუ რომელიმე სტანდარტთან მაინც
არის შეუსაბამო, ანუ non-compliance თუ არის მითითებული, ეს პირდაპირ არის იმის საფუძველი, რომ დაკარგოს რეესტრის წევრობა და ასევე ამოღებული იქნას, რეესტრიდან იქნას ამოღებული და დაკარგოს ასოციაციის წევრობა. რა გახდა ამის საფუძველი ამ სტანდარტთან მიმართებით, უნდა ის არგუმენტიც თქვათ, რომ უკვე თითქოს გამოსწორებულია ეს საკითხი. სამწუხაროდ ეს ასეთი მარტივი და ესეთი ძალიან კომპლექსური პრობლემაა და პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ როდესაც 2019 წელს პირველად შეაფასეს ცენტრი, როდესაც წევრობა მოგვანიჭეს, მაშინ უკვე იყო იმ დასკვნაში ერთადერთი ნაწილობრივი შესაბამისობა ამ დროს ჰქონდა სწორედ აი ამ სტანდარტში და ის ამბობდა, რომ ცენტრმა უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებლობა სხვადასხვა პოლიტიკური თუ მესამე მხარის გავლენებისგან და განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორი არ შეიძლება რომ იყოს სხვა რომელიმე საჯარო ოფიციალური ორგანოს წარმომადგენელი. ხო, ამის მიუხედავად, ეს დასკვნა უკვე ჰქონდა 2019 წელს, ამის მიუხედავად ერთგვარად დათქმით მივიღეთ. კი, და როდესაც ხდება ხელახალი შეფასება, ისინი აუცილებლად განსაკუთრებული ყურადღებით ამოწმებენ იმ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც წინა შეფასებაში შედარებით უფრო დაბალი შეფასება ჰქონდა მიღებული ცენტრს, ხო? რა ხდებოდა ამ 5 წლის განმავლობაში? ამ 5 წლის განმავლობაში პოლიტიკური დამოუკიდებლობის ნაწილში. დაახლოებით, ესე იგი 2000 ზუსტად თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2021 წლიდან, ანუ დაახლოებით 2-3 წლის განმავლობაში განათლების ხარისხის ცენტრის დირექტორი და განათლების მინისტრის მოადგილე იყო ერთი და იგივე ადამიანი და მათ შორის იმ დროსაც, როდესაც ცენტრმაც და სამინისტრომაც იცოდა, რომ ენქას ექსპერტები ჩამოდიოდნენ იმისთვის, რომ შეეფასებინათ ხელახლა ცენტრი, რაც არის ესე იგი გეგმიური შეფასება. ხო, ეს არ ყოფილა მოულოდნელი. რომ ეს ჩაითვლებოდა და ეს უკვე იყო მითითებული წინა დასკვნაში და ეს გადამოწმდებოდა და ჩაითვლებოდა, რა თქმა უნდა, პრობლემურ საკითხად. ხო და აი ეს არის არც კი ვიცი ეს ასე რატომ მოხდა შეიძლება მოეძებნოს არ ცოდნით თუ იცოდნენ შეგნებულად ეს ჩვენთვის რატო იყო პრობლემა რომ თუნდაც ფორმალურად თქვათ თითქოს დამოუკიდებელი პირი დაენიშნათ რომელიც არ იქნებოდა მინისტრის მოადგილე და სხვა ახსნა არ ვიცი ეს არის პირდაპირი სამსახურებლივი გულგრილობა რაც წესით არის სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ რომ ეს არ არის ხო რაღაცა პატარა პრობლემა ეს არის ის რომ მთლიანად ქვეყნის რეპუტაციას ადგება ზიანი ხო ამის შემდეგ როდესაც ცენტრი იძახის რომ მათ გაასწორეს და ახმოქმნეს ეს პრობლემა ანუ მას შემდეგ რაც აი ეს წერილი მიიღეს აპრილში ეს იყო აპრილში ამის შემდეგ განათლების ხარისხის დირექტორის პოზიცია დატოვა მინისტრის მოადგილემ თუმცა ის კვლავ არის მინისტრის მოადგილე და არავინ ამაზე პასუხს არავის არ თხოვს ეს უკვე მიღებული პრაქტიკაა ხო ამ ქვეყანაში და თუმცა ესეთი რაღაც ხდება ხო ანუ ამას აქვს გაგრძელება რომ დავინახოთ რამდენად რეალურად ეს ყველაფერი არის გამოსწორებული რომ შემდეგ ცენტრი იყო დირექტორის გარეშე შემდეგ ცენტრის დირექტორად დაინიშნა მინისტრის მოადგილე სექტემბერში დაახლოებით 1 თვით და 1 თვის შემდეგ მინისტრის მოადგილე რომელიც დაინიშნა ცენტრის დირექტორად გახდა მინისტრი და ეხლა ისევ ცენტრი არის დირექტორის გარეშე მოვალეობის შემსრულებელია და ეს ისევ ნიშნავს რომ პირდაპირი კონტროლი არის ისევ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან, ხო? ასევე მითითება, ხო, ანუ ცვლილება შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ანუ უკვე კანონით თუ რეგულაციით განისაზღვრა, რომ ესე იგი ცენტრის დირექტორი აღარ შეიძლება რომ იყოს, ესე იგი აი ამ საჯარო სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი ადამიანი, რაც არის დადებითი ფაქტორი, თუმცა უნდა დავაკვირდეთ იმას, ეს არის ფორმალური ცვლილება თუ რეალურად ცენტრი თავისუფლდება აი ამ გავლენისგან, ხო? და ჩვენ გვაქვს სახეზე არაერთი შემთხვევა, რომელიც ადასტურებს, რომ სამწუხაროდ ამისი პოლიტიკური ნება, რომ ცენტრი ამ ყველაფრისგან გათავისუფლდეს და თავისუფლად შეძლოს რეალურად ხარისხის გაუმჯობესება და ხარისხის შეფასება,
აი ეს კვლავ ირღვევა, იმიტომ რომ მაგალითად მაისში პროტესტების დროს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ვნახეთ გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც პრინციპში პირდაპირ ემუქრებოდა უნივერსიტეტებს ავტორიზაციის სტანდარტის დარღვევასთან დაკავშირებით. ყველა უნივერსიტეტს აფრთხილებდა ამასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ისე, ანუ ეს დასკვნაც უკვე ნანახი ჰქონდათ, ხო? და თუ თქვა გათვალისწინებაზეა საუბარი, ეს ფორმალური გათვალისწინება საკმარისი არ არის, იმიტომ რომ ევროპელმა ექსპერტებმა, რომლებიც ასევე საქართველოში მონაწილეობენ ჩვენთან შეფასებებში, ძალიან კარგად იციან რეალური მდგომარეობა როგორია და მხოლოდ ფორმალური დაკმაყოფილებით ჩვენ ფონს ვერ გავალთ. ვერც თავს მოვიტყუებთ და ვერც მათ, ხო? და შემდეგ აი ესეც რო აღნიშნოთ, ესე იგი ერთი სტანდარტი, რომელშიც პირდაპირ წერია, რომ ეს არის შეუსაბამო მოთხოვნებთან. ხო, ის სხვა ხარვეზები რა მაგრამ არის? მეორე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი დარღვევა არის სტანდარტი, რომელიც ეხება გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ეს არის 2.5 სტანდარტი, რომელთან დაკავშირებითაც ასევე არის ძალიან გრძელი ჩამონათვალი რეკომენდაციების, რაც ხარისხის ცენტრმა უნდა გაითვალისწინოს და ეს პირველ რიგში ეხება იმას, რომ ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების მიერ გადაწყვეტილებების მიღება უნდა იყოს გამჭვირვალე, ობიექტური და თანმიმდევრული. ეს ეხება სწორედ იმ საკითხს, რომ ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოები ცვლიან ექსპერტების შეფასებებს და გარკვეულ შემთხვევებში ეს არის შეფასებების დაკლება, გარკვეულ შემთხვევაში ეს არის შეფასებების მომატება ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, იმიტომ რომ როდესაც თავიდან საუბრობდით ხარისხის სისტემის სანდოობაზე, ხო, ეს სანდოობა ეფუძნება სწორედ იმას, რომ ექსპერტებმა შეაფასეს და ეს თვითნებურად კი არ ხდება ვიღაცისთვის ან პრივილეგიის მინიჭება, ან უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაყენება, არამედ ეფუძნება რეალურ მტკიცებულებებს. სინამდვილეში საბჭოებზე ვხედავთ, რომ ეს ასე არ ხდება, არანაირი დასაბუთება ამ ექსპერტების შეფასებების ცვლილების არ ხდება და უბრალოდ ესე იგი მაშინ რიღასთვის არის საჭირო ამ ხელა პროცესის გავლა და ესე ასევე ფინანსური და სამუშაო რესურსის ამაში ჩადება თუ საბოლოოდ მაინც ესე იგი აი ამ გადაწყვეტილებას იღებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საბჭოები. ხო და აი ამასთან დაკავშირებით არის ძალიან ესე იგი კონკრეტული და ვრცელი რეკომენდაცია მითითებული. ახლა რა მოლოდინი გაქვთ განათლების ხარისხის ცენტრის მოლოდინი, წავიკითხეთ, გავეცანით, რომ ისინი იმედოვნებენ, რომ ეს სტატუსის შეჩერება დროებითია და რეესტრში ისევ აღმოჩნდებით, თუმცა თქვენი მოლოდინი განსხვავებულია, ხო? მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს იყოს დროებითი, იმიტომ რომ მეც და ჩემს ძალიან ბევრ კოლეგას ძალიან დიდი შრომა გვაქვს ჩადებული იმისთვის, რომ ეს წევრობა მიგვეღო და ძალიან მინდა, რომ ეს იყოს დროებითი. თუმცა პრაქტიკიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ, ხო, რომ 2019 წლის რეკომენდაცია გათვალისწინებული არ იყო. 2024 წლის აპრილის რეკომენდაციის შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა ეს პოლიტიკური ჩარევის და დამოუკიდებლობის და ავტონომიის საკითხი. აქედან გამომდინარე, ამ პირობებში ძალიან რთულია პრინციპში იმის თქმა, რომ რაიმე იმედის მომცემია ეს ყველაფერი. რაღაცა ვადები არის განსაზღვრული, თქვათ, დროებით შეჩერებულად რამდენი ხანი, აი სტატუსი რამდენი ხანი შეიძლება ქონდეს ხარისხის ცენტრის და შემდეგ რა პერიოდია უკვე თქვათ ასოციაციის წევრობაც რომ დავკარგოთ, ეს რა კავშირები არსებობს? ხო, ანუ კავშირი არის ასეთი. როდესაც მოვა ოფიციალური გადაწყვეტილება, თქვათ, შეჩერებასთან დაკავშირებით, ეგ არის სწორედ შეჩერებასთან დაკავშირებით, განათლების ხარისხის ცენტრს აქვს უფლება რომ გაასაჩივროს და დაახლოებით ამას ჭირდება 3 თვიანი. ეს ოფიციალურად როცა მოვა, ხო, ჯერ არ გამოქვეყნდა. და 3 თვიანი პროცედურაა დაახლოებით, თუმცა როდესაც ასაჩივრებ, გჭირდება რომ გქონდეს მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ეხლა გუშინ სამინისტროს ვებგვერდიდან ისევ თუ Facebook-ის გვერდიდან მინისტრი ერთი კვირის წინ ისევ ავტორიზაციით გვემუქრებოდა და შენეუბნები, რომ მორჩა მოხსნილია პოლიტიკური ჩარევის საკითხი. შესაბამისად, ეს დამაჯერებელი არ არის. თუ რა თქმა უნდა ამ კურსს შეცვლიან, ჩემთვის ძალიან ძალიან გამეხარდება ეს ყველაფერი, მაგრამ ეხლა ამისი ნიშანი არ ჩანს. რაც შეეხება იმას, რომ ასევე ეწერა, რომ ენქა და ეკარი ერთმანეთთან არაფერ შუაშია და თქვათ ეკარი შეჩერება ენქას არაფერს არ ავნებს, ესეც არ არის სიმართლე, იმიტომ რომ ენქას და ეკარის შეფასება ზუსტად ერთი და იგივე სტანდარტებს ეფუძნება და ეკარის წევრობა პირდაპირ არის ხოლმე იმის საფუძველი, რომ ასევე ენქას
წევრი ხდება ორგანიზაცია. თუმცა თუ ეგ არის განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ამ შემთხვევაში ენქას ბორდი ცალკე განიხილავს ამ შემთხვევას და გააჩნია როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 2 წლის განმავლობაში ვადის მიცემა იმისთვის, რომ აღმოიფხვრას გარკვეული პრობლემები, თუმცა იქაც მის ენქას დებულებაში ძალიან გარკვევით წერია, რომ თუ ერთ სტანდარტში მაინც არის სრული შეუსაბამობა, ეს იწვევს ისევ წევრობის დაკარგვასაც და ამისი შემთხვევაც არსებობს. მაგალითად, თუ რამე ისევ თავიდან უნდა დაიწყოს მთლიანად ეს პროცესი, თუმცა ისევ აი ამ პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე, როდის გაჩნდება ის პოლიტიკური ნება, რომ რეალურად ცენტრი იყოს დამოუკიდებელი, ეს არ ვიცით და ცოტა დრო გრჩება და კითხოთ, შეიძლება მე ვერ მივადევნე სათანადოდ ყურადღება იმ თქვენს განცხადებას, შემდეგ უკვე ხარისხის ცენტრის გამოხმაურებას, რამდენად სათანადო რეაგირება, გულისხმობ ალბათ მაქსიმუმ რაც შეუძლიათ, შეშფოთება მოყვა აკადემიური სივრციდან, უნივერსიტეტებიდან, სტუდენტებიდან, პროფესორ-მასწავლებლებიდან. მოდით სანამ ამაზე გადავალ, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ესე იგი ძალიან ბევრი დისკუსია არის, WFM-ი. ეს არის კითხავთ მაგალითად იქამდე. კი ბატონო, მაშინ ჯერ ამაზე ვიტყვი. პასუხეთ მონიშნული მაქვს ეს თემა, იმიტომ რომ ხარისხის ცენტრმა ამაზეც თქვა, რომ არის. ჯერ ამას ვიტყვი. ამას პრინციპში სათანადო რეაქცია მოყვას უფრო მეტად სტუდენტების მხრიდან და აკადემიური საზოგადოების მხრიდან. თუმცა ძალიან არაადეკვატური რეაქცია მოყვა უნივერსიტეტების ხელმძღვანელობისგან, რაც პრინციპში არის ის რგოლი და ის ბირთვი, რომელმაც წესით უნდა მოსთხოვოს სისტემას აი ამ პრობლემების მოგვარება იმისთვის, რომ მათ ზიანი არ მიადგეთ. იმიტომ რომ მათ სისტემას, მათ სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, ინტერნაციონალიზაციას რეალურად ძალიან სერიოზულ რისკებს უქმნის და ამის ნაცვლად რამდენიმე საჯარო რა თქმა უნდა, ორივეს და ეს ამბობს ეს უნივერსიტეტების მენეჯმენტი. რამდენიმე საჯარო უნივერსიტეტის რექტორს მოვუსმინე, რომლებიც პირდაპირ ესე იგი იმეორებენ, რომ ეს თითქოს არაფერი არ არის, არაფერ პრობლემას არ გვიქმნის და ექსპერტებს, ანუ ვინც გავაკეთეთ ეს განცხადება, ამბობს, რომ ეს არის თითქოს პროვოკაცია. რაც აი არ ვიცი, წარმოუდგენელია, იმიტომ რომ ამ ხალხთან ერთად ნამუშევარი გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს და მე მგონია, რომ ცოტა უფრო იქაც პოლიტიკური გავლენების თემა იმ უნივერსიტეტებში მენეჯმენტს როგორ ჩანს სამწუხაროა და ბოლო ნაწილი ასევე თქვენს განცხადებაში რაც იყო აღნიშნული, რომ თუ ენქას წევრობის და ეკარში რეგისტრაციის დაკარგვას შესაძლოა მოჰყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც. ხარისხის ცენტრში ამტკიცებენ, რომ ეს ორი საკითხი არ არის ერთმანეთთან კავშირში. რა არის თქვენი არგუმენტები? კი ბატონო, ეხლა რატო დავსვით ეს საკითხი? ესენი არის განსხვავებული ორგანიზაციები და ასევე არგუმენტი იყო, რომ WFM-ის წევრები არიან ის ქვეყნები, რომლებიც სულაც არ არიან ენქას წევრები და ეს სწორია, იმიტომ რომ ენქა არის ევროპული სააგენტოების ორგანიზაცია, WFM-ი არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების, ესე იგი, ორგანიზაცია, ხო, ასოციაცია. თუმცა, თავარი არის ის, რომ WFM-ის და ენქას და ეკარის სტანდარტები ერთმანეთს ძალიან გავს. ის პრობლემები, რაც დასახელებული იქნა ენქას და ეკარის დასკვნაში, ექსპერტების დასკვნაში და ვალიდაციის დასკვნაში, იგივე არის სტანდარტის მოთხოვნა WFM-ის შემთხვევაში. მაგალითად ის, რომ ისევ საბჭოებმა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ნათელი, არგუმენტირებული, ესეთი დასაბუთებული და გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე. და ისინი, როდესაც ამას აფასებენ, ხო, ისინი კითხულობენ, აბა გვაჩვენეთ, როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების მიღება და მტკიცებულებებად ითხოვენ სწორედ გადაწყვეტილებების ოქმებს და ამას აფასებენ. ასევე, როდესაც ხდება შეფასება, ყოველთვის ისინი გამოითხოვენ სხვა შეფასებებს, რაც გაკეთებულა აი ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებენ ისეთ საკითხებზე, რაც სხვა ორგანიზაციების შეფასებაში არის პრობლემატურად დასახელებული და ენქას და ეკარის წევრობა და მათი დასკვნები არის საჯარო და ძალიან ისეთი რეპუტაბელური დასკვნები. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, WFM-ის აღიარება ცენტრმა მოიპოვა 2018 წელს და ეს აღიარება არის 10 წლიანი და შესაბამისად უწევს 2028 წელს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ენქასთან დაკავშირებითაც უკვე
19 წელს ვაკეთებდით განცხადებას, რომ ეს საკითხი მოსაგვარებელია და ეს პრობლემა დადგება. დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა თუ უკვე არ აღმოიფხვრა, ამ პრობლემის წინაშე აუცილებლად დავდგებით. ასევე გასათვალისწინებელი არის ის, რომ WFM-მა განაახლა ასევე თავისი სტანდარტები და პროცედურები და 2025 წელს შევა ეს სტანდარტები და პროცედურები უკვე ძალაში და ამით შეცვალა ეს აღიარების ვადა და ის გახდა 5 წლიანი. და შესაბამისად შეიძლება მთლიანი შეფასება ცენტრის 2028 წლამდე არ დადგეს, თუმცა გარკვეული შუალედური მონიტორინგი შესაძლებელია, რომ მათ განახორციელონ. ისე რომ ეს არის სერიოზული პრობლემა და WFM-ის აღიარება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქართველოში საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით. ბოლო კითხვა ამაზე მინდა დაგისვათ. ჩვენ ხშირად საუბრობთ უმაღლესი განათლების სექტორის შემოსავლებზე, მათ შორის უცხოელი სტუდენტების როლზე და ინტერვიუსის რომ ემზადებოდი გალტენ თაგარტის მონაცემებიც ამოვიღე, დაახლოებით $1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო განათლების სექტორმა და 31,000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს ქვეყანაში. თუ არ გამოსწორდა ის ხარვეზები, რაზეც ახლავს საუბრობთ, თუ დაემატა კიდევ ახალი ხარვეზები, ახალი პრობლემები, როგორ აისახება ეს ქართული განათლების სისტემის მიმზიდველობაზე და შესაბამისად ყველაფერი შემოსავლებზეც შემდეგ. კი, ძალიან უარყოფითად აისახება და ეს გრძელვადიან პერიოდში კიდევ უფრო თვალსაჩინო ახავე, ხო? ანუ ეს სტუდენტები, რომლებიც დღეს სწავლობენ, დღეს რა თქმა უნდა არ სწავლენ აქედან, მაგრამ ისინიც კი გავლენ, იმიტომ რომ ეს პრობლემურია საერთაშორისო დონეზე პრობლემური გახდება მათი სამედიცინო განათლებას გულისხმობ აღიარება. და პირველ რიგში ეს არის პრობლემა იმის, რომ სტრატეგიული განვითარების გეგმა გვაქვს განათლების და მეცნიერების, სადაც გარკვეული წერია, რომ ინტერნაციონალიზაცია, ჰარმონიზაცია არის პრიორიტეტი და აი ამასაც ჩვენივე შიდა დოკუმენტები, შიდა ხედვა, შიდა სტრატეგია რაც არის, იმასაც კი ვარღვევთ. ხო, ეს არის ერთი პრობლემა, რაც ასევე აყენებს იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც ამას ვერ ასრულებენ, ხო? და რაც შეეხება იმას, რომ ხო, აი ეს შედეგები საბოლოოდ ამისი რა იქნება, ეს ძალიან მძიმე შედეგი იქნება ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისით, საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის და ჩართულობის თვალსაზრისით ზოგადად და რა თქმა უნდა ეს აისახება უნივერსიტეტის შემოსავლებზე საერთაშორისო სტუდენტების მოზიდვის თვალსაზრისით. ისე რომ ჩემი ძალიან გულწრფელი რჩევა იქნება, რომ იმის მიღმა, რომ თითქოს ეს არის ჩვენი რაღაცა პოლიტიკური პროვოკაცია, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა დაინახონ რეალურად ის რისკები, რომლის წინაშეც ისინი ძალიან მალე აღმოჩნდებიან და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი მაინც შეძლებენ შესაბამისი რეაგირების მოხდენას ამაზე. გავლენას, ასე ვთქვათ, ხარისხის ცენტრზე, რომ რეალური რეფორმები გაატარონ თუ ხარვეზები აღმოფხვრან. რა გჭირდება განვითარებისთვის? განათლებაზე არ ვსაუბრობ ზოგადად ქვეყანაზე, ვიცით. მოქალაქეები ვდგებართ უკვე 2 კვირა რუსთაველზე ხელისუფლებას, რომლის ლეგიტიმაციასაც არავინ არ აღიარებს, ჯერჯერობით არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ არ ესმის არავის ხმა. როგორ გავაგონოთ იმისთვის, რომ რაღაცნაირად დავბრუნდეთ ისევ ევროპულ გზაზე და განვაგრძოთ განვითარების გასვლა? მე მგონია, რომ ყოველ დღე პრინციპში ჩვენ ვხედავთ ამის მაგალითებს, რომ სხვადასხვა პროფესიული საზოგადოებები ერთიანდებიან, რაც არის ძალიან ბევრი აქცია დაგეგმილი და წესით აი ამ ერთობლივმა და თან ჯგუფურმა მობილიზაციამ და აი ამ პროტესტის ასე თანმიმდევრულად გამოხატვამ წესით თავისი შედეგი უნდა გამოიღოს, უბრალოდ ჩვენ ძალიან გვჭირდება რომ ვიყოთ ისე გავუძლოთ გრადად ვიყოთ ამ პროცესში, იმიტომ რომ არ ვიცით ეს რამდენი ხანი გაგრძელდება, ხო? შეიძლება ეს გრძელვადიან პერიოდზე საუბარი დიდად ოპტიმისტურად არ ჟღერდეს ხოლმე, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ პროტესტი, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უბრალოდ მთლიანად დავკარგავთ იმ თავისუფალ სივრცეს, რაც ჯერ კიდევ გვაქვს. არ უნდა დავიღალოთ წერტილი, რაც დავუსვათ ამ ქვეყანაში. რა დავასრულოთ? წერტილი უნდა დავუსვათ მოტყუებას საკუთარი თავის და სხვების, ხო? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ
იმ პრობლემებს, რაც გვაქვს, ვაღიაროთ, თვალი გავუსწოროთ, განსაკუთრებით საჯარო სექტორის წარმომადგენლებს გულისხმობ ამ საკითხთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ რეალურად რაღაცა შედეგები და ადეკვატური რეაგირება გქონდეს. უნდა ვაღიაროთ ის პრობლემები, რაც არის. და რა მტრად შევრაცხოთ ისინი, ვინც სარკეში ჩაგვახედებს ან გვაფრთხილებს პრობლემების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა კეთი საინტერესო ინტერვიუსთვის. წერტილი დღეს ამით დასრულებულია. ჩვენს კითხვებს პასუხობდა უმაღლესი განათლების ექსპერტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთი ცოტნიაშვილი. მე ხვალამდე გემშვიდობებით.